მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლიშოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩარლზ რაიტ მილსის წიგნზე, მმართველ ელიტაზე, რომელიც შეისწავლის ამერიკის მმართველ სტრუქტურებს მე-20 საუკუნის შუახანებში. წიგნი გამოვიდა 1956 წელს, მაგრამ დღემდე აქტუალურობას არ კარგავს. მილსი ამტკიცებს, რომ ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთმანეთთან დაკავშირებულ მცირე ჯგუფის ხელში, რომლებიც დომინირებენ სამხედრო, კორპორაციულ, პოლიტიკურ სფეროში. ეს კვლევა უპირისპირდება წარმოდგენას ამერიკულ ხელისუფლების, როგორც ეგალიტარულ სისტემის, რომელიც ხალხისგან იმართება. ამის ნაცვლად მილსი აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები ნაციონალურ და გლობალურ მასშტაბით მიიღება მცირე და გავლენიანი ჯგუფის მიერ. მე-20 საუკუნეში დაიწყო მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები შეერთებულ შტატებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგმა ეპოქამ ამერიკას მოუტანა აქამდე არნახული ეკონომიკური ზრდა, ტექნოლოგიური ინოვაციები და ამერიკის გლობალური იმპერიას ჩამოყალიბება. ამის გარდა ცივმა ხელი შეუწყო სამხედრო ხარჯების გაზრდას და გარეთ ჩარევებს. ამერიკული საზოგადოება გახდა მოწმე მსხვილი კორპორაციების გავლენების ზრდის, ბიუროკრატიზაციისა და უფრო რთული მმართველობის მექანიზმის შექმნის. ამის ფონზე მილს აინტერესებდა გაიგო, ვის გააჩნდა რეალური ძალაუფლება. ამ პერიოდში მოხდა გახლეჩვა დემოკრატიულ იდეალებსა და რეალურ ძალაუფლებას შორის. იმ დროს, როდესაც ამერიკული პოლიტიკური რიტორიკა ხაზს უსვამდა თანასწორობის, დემოკრატიის ღირებულებებს, მილსმა შენიშნა, რომ ძალაუფლება უფრო და უფრო კონცენტრირდებოდა ეგრეთ წოდებულ ტრიადის ხელში, როგორებიც არიან არმია, კორპორაცია და პოლიტიკური ელიტა. ეს არის მმართველი, ან შეიძლება ვთარგმნოთ როგორც ძალაუფლების ელიტა, როგორც მას მილსი უწოდებდა. მოქმედებენ არადემოკრატიული მეთოდებით. ისინი დაცული არიან საზოგადოებრივი კონტროლისგან და პასუხისმგებლობებისგან. მილსის კვლევა გვაჩვენებს, რომ ამ ტრიადის მმართველები არ არიან იზოლირებული ძალები. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან. მათ გააჩნიათ საერთო ინტერესები, პირადი ურთიერთობები და სოციალური ინფრასტრუქტურა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსხვილი კორპორაციები გახდნენ დომინანტური პოლიტიკური ძალა, რომლებსაც არა მარტო ეკონომიკური ძალაუფლება გააჩნდათ, არამედ ისინი განსაზღვრავდნენ ნაციონალურ პრიორიტეტებსაც. მათი გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ მილიონობით მშრომელის ბედს და ასევე გააჩნიათ გეოპოლიტიკური გავლენები. აღმასრულებელი ხელისუფლება ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა უფრო ცენტრალიზებული. არჩეული თანამდებობის პირები კორპორაციულ პირებისა და სამხედრო ექსპერტების რჩევებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რაც შლის ძალაუფლების ამ შტოებს შორის საზღვარს. ხშირად კი პოლიტიკური ლიდერები იმ სოციალურ კლასს მიეკუთვნებიან, რომლებიც დაკავშირებული არიან კორპორაციულ და სამხედრო ჯგუფებთან. ისინი იზიარებენ მსგავს იდეებსა და შეხედულებებს. მას შემდეგ, რაც სამხედრო სამრეწველო კომპლექსმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია შეერთებულ შტატებში, მან რადიკალურად შეცვალა ძალაუფლების ბალანსი თავად ამერიკაში. ცივი ომის დროს სამხედრო ლიდერებმა არნახული გავლენები მოიპოვეს პოლიტიკაზე და სახელმწიფო ხარჯებზე. მილსი აღნიშნავს, რომ სამხედრო პრიორიტეტებმა სხვა სოციალური პრიორიტეტები დაჩრდილეს, რამაც გამოიწვია მუდმივ სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლა. მილსი აღნიშნავს, რომ ამ ტრიადას ხელში იმყოფება ძალაუფლების მთელი ბერკეტები. მათ წარმომადგენლებს გააჩნიათ მსგავსი განათლება, სოციალური კავშირები და იდეოლოგიური რწმენა წარმოდგენები. ეს ელიტები ძალიან მარტივად ხდებიან კორპორაციის დირექტორები, სახელმწიფო მოღვაწეები და სამხედრო ლიდერები, რაც აძლიერებს მათ კოლექტიურ მმართველობას. მილსი აღნიშნავს, რომ მთავარი რაზეც მმართველი კლასი დგას, არის დემოკრატიული მონაწილეობის ეროზია. აქტიური მოქალაქეები სულ უფრო მცირდებიან და ისინი პასიურ მაყურებლის როლში გადადიან. მასები უკვე აღარ მონაწილეობენ, ისინი უკვე პასიური მაყურებლები არიან, ხოლო ამ პასიურობას აძლიერებს მასმედია, სამხმარებლო კულტურა და თანამედროვე მმართველობის სირთულეები. მილსის აზრით, მასობრივმა საზოგადოებამ გამოიწვია აპათია, გაუცხოება და პოლიტიკური გულგრილობა. იმის მიუხედავად, რომ დემოკრატია აძლევს მასებს საშუალებას პოლიტიკური კონტროლის განხორციელების, მილსი აღნიშნავს, რომ რეალურ ძალაუფლებას ანხორციელებენ ელიტები, რომლებიც დახურულ კარგს მიღმა იღებენ გადაწყვეტილებებს. ამის გარდა ელიტებს გააჩნიათ იდეოლოგია, რომ ამერიკული საზოგადოება არის მერიტოკრატიული. ელიტები ამართლებენ თავიანთ მმართველობას იმით, რომ ეს ბუნებრივი მმართველობის ფორმაა. ამაში მათ ეხმარებათ პრესტიჟული საუნივერსიტეტო სისტემა, ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც ელიტების იდეოლოგიას ანხორციელებენ. ამ ინსტიტუტებზე კონტროლით მმართველი ელიტა უზრუნველყოფს თავის მმართველობას თაობიდან თაობამდე. მართალია ეს წიგნი აღწერს 1950-იანი წლების ამერიკის სისტემას, მაგრამ ეს არის თანამედროვე, ეგრეთ წოდებული deep state-ის გენეზისი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. იმედია, საინტერესო იყო თქვენთვის ეს გადაცემა. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.